გამარჯობა მეგობრებო, თქვენ ხომ მოგისმენია, რომ დიაბეტის კურნალობა არ არსებობს. არსებობს მარტო წამალი თელი ცხოვრება, ერთი უძმოზე წამალი უნდა დალიო, მერე საჭმელი უნდა წამო და ესე გრძელდება ცხოვრება. მაგრამ დიაბეტის კურნალობაც შესაძლებელია და დიაბეტი როგორც მოხდება, იმ სიტუაციის შეჩერებას შესაძლებელია. გუშინ პირველი ვიდეო იყო დიაბეტის შესახებ, დიაბეტიანი ადამიანი როგორ ხდება. თუ არ გინახია ეს ვიდეო, აუცილებლად ნახეთ ჯერ ეს ვიდეო, იმიტომ ეს იმ ვიდეოს გაგრძელება. როგორ არის შესაძლებელი კვებით დავიმარცხოთ დიაბეტი. პატარათი დეტალი კიდე მოგიკვებით. საჭმელში შედის ნახშირი წყლები, პროტეინი და ცხიმი. ნახშირის წყლები ჭამის მერე ეს გადამუშავდება შაქარით, სისხლში ტრიალებს შაქარი, ინსულინი მერე გამოიყოფება, ის შაქარი ამოიგებთ და უჯრედები, ჩვენი უჯრედებამდე უნდა მიიტანოთ. მაგრამ უჯრედებს ეს შაქარი იმდენი არ ჭირდება, ნელ-ნელა კარები აშენებს ჩვენი უჯრედები, რომ ზედმეტი შაქარი არ შემოვიდე, მაგრამ პენკრიასთან არის ეს ინსულინი, ბევრი ინსულინი, ძალით მიდის შიგნით, ტოვებს ბევრი შაქარი და ეს კარები ერთხელ ისეთი რკინის დამაგრდება, რომ არადროს არ შევა იქ ინსულინი, რეზისტენტობა გახდება და მერე ეს დარჩება სისხლში ზედმეტი შაქარი და ზედმეტი შაქარი ადამიანი გახდება დიაბეტი. დავიწყოთ კურნალობისკენ ერთი ნაბიჯი კიდე წინ. ადამიანი რო იბადება, ბავში, ღმერთმა ესე შექმნა ეს არსებობა ადამიანი, სისხლში ინსულინი დატოვა. ცოტა ინსულინი როცა იბადება, ანუ ბავში, მაშინაც არსებობს 4-5 აქეთ-იქით ინსულინი. მაგრამ ღმერთმა ეს არ იცოდა და არს იცის და ვერს გაიგებს როდისმე რომ ბავში რო ჭამა დაიწყებ, შობლები პირდაპირ მაგათ ერთჯერადი სუპები, ჰამბურგერები და ეგეთი შაქრიანი, მაგალი შაქრიანი საჭმელები ჭამა დაიწყებენ. რომელისთვის ეს საკმარისი არ არის, რომელი ინსულინი ღმერთმა მოგცა ჩვენ ბავშვობაში. რას კი ჩვენ ჭამს მეტი ნახშირის წყლები, კოკა-კოლა, ტკბილეული, წვენები, სუპები, ჰამბურგერები, პური, პასტა, მაკარონი. რასაც მეტი ჭამს, იმდენივე მეტი ჭირდება ინსულინი. და ინსულინის საქმე არის, რომ სისხლში რასაც მეტი შაქარი წავა, ამოვიგე და დავტენოთ უჯრედებამდე. ამოვიგოთ, დავტენოთ უჯრედებამდე. მაგრამ უჯრედებს აქვს ერთი ლიმიტი, კოტა. იმაზე მეტი იმათ არ ჭირდება. მაგრამ როგორც პირველი ვიდეოში ისწავლე მეგობრებო, ინსულინი არის ბიჭი, ძველი ბიჭივით, წავა, კიდე მეგობრებთან მოვა, ძალით დატენით, უჯრედებამდე ეს შაქარი, უჯრედები კიდე უფრო მაგარი კედელი ააშენებ. ეს პროცესი ხდება სანამ ბავში პირველი ლუქმა ჩადებს პირში. შეიძლება 3 წლის ბავშვიდან დაიწყება ეს პროცესი ნელ-ნელა 20 წელი და რეზისტენტობა ამდენი დრო ჭირდება, რომ ეს კედელი დამაგრდე და ინსულინი შიგნით ვერ შევიდა. ბოლოს ეს კედელი ესეთი მაგარი იქნება, რამდენის გინდა ძველი ბიჭი მოვიდე, ინსულინი 100, 200, 500 იმ კედელის იქით ვერ შევა. დაიგლება და დარჩება გარე. მაგრამ ადამიანი ხო არ იგლება ნახშირის წყლები ჭამით. ჭამს, ის კედელი აშენებულია მაგარი, სისხლში ავიდა გლუკოზა მაგლა და ერთი დღე დიაბეტი გახდა ადამიანი. კურნალობაზისთვის მიდის ადამიანი დიაბეტი მაქვს, ექიმისთან მიდის, საავადმყოფოში მიდის და იქ დაიწყება ტრადიციული კურნალობა ერთი პატარა წამალით.
საავადმყოფოში მიდის წამალი, ჭამს, იმ წამალის წამის მერე პენკრიას ხო დღა ესე უჭირავს იმათ, ანუ აკეთებს ესე. იქიდან ბევრი ინსულინი გამოიყოფება. გახდება ინსულინის დიდი ძარი და ეს დიდი კედელი ხო არის აშენებული. მიდის და გატეხავს. იქით უჯრედებს არ ჭირდება ეს, მაგრამ ძალით. იმიტომ წამალი აქვს დალეული, შევა შეგნით და კიდე შეიტენებს შაქარი, აჰა. იმიტომ ჩვენ ძლიერები ვართ, გატეხა კედელი, ისევე შაქარი შიგნით უჯრედებამდე. და თქვენ მერე გასინჯავს შაქარი, ვაიმე, კარგად გავხდიმე, ერთი წამალი სვამს დღეში, ქოშიანათა ვარ, ყველაფერს ჭამს, შაქარი დაბალი მაქვს, მარტო უძმოზე ერთი უნდა დალიო მარტო. ეხლა მეორე დღე, მესამე დღე ისე გააგრძელეთ ადამიანი წამალის დალევა. ჭამა იგივე, ნახშირწყლები არ შეუწყეtab, ჭამს გემრიელად, წამალი სვამს, ისევე ისე პენკრიას მოვა, ბევრი შაქარი დატენეთ კიდე ისევე ისე უჯრედებამდე. იმიტომ ნათქვამია, რომ ეს წამალი თუ არ დალიებს, სხვა კურნალობა, დიაბეტის არ არსებობს, ადამიანის ფიქრობს არაუშავთ. ეხლა 60 წლის ვარ, აგის ერთი 20 წელი კიდე დავლებს ამ წამალს და მერე ვნახავს. ერთ შვენზე ყველამ უნდა მოვკვდე. ეს ტვინშია ფიქრობს ადამიანი, იმიტომ როცა ავად არის ადამიანი, ბევრი აზრები მოდის. მოდი რა, 1-15 წელი გავწელოთ, მერე ვნახოთ, 20 წელი. დეპრესია, სხვადასხვა პრობლემა, ფინანსური პრობლემებში შედის. და ბოლოს ფიქრობს, მომეცი ეს წამალი დავლებს და უგონ კარგად ვიყო, სანამ ვარ. ეხლა რა ხდება? უჯრედებს რო არ ჭირდებოდა ეს შაქარი, მაგრამ მაინც დატენა, უჯრედებმა მიიგოთ, მაგრამ რა უნდა ხნა? ვერ დახარჯავს. უჯრედებმა ცხიმად გამოიყოფა ეს ზედმეტი შაქარი. და ეს ადამიანი, რომელიც წავიდა დიაბეტის საკურნალოდ, კიდე ერთი დაავადება მოიტანა, სიმსუქნე. ჭამს იმ წამალს, ისევე ისე ჭამს და სუქდება. იმიტომ ის ზედმეტი შაქარი, რომელიც უჯრედებამდე ძალით შეტენა, იმან გაასუქა ეს ადამიანი. ეხლა ადამიანს აქვს ორი პრობლემა: დიაბეტი პლუს სიმსუქნე. როცა მეგობრებო, სიცხლში ზედმეტი შაქარი ტრიალებს, ჩვენი ორგანიზმი დაიწყებს წყლის შეჩერება. ბევრი წყალი მოუნდება, მაგრამ გარეთ არ მიდის. Water retention ქვია მაგას ინგლისურად. დაიწყებს წყლის შეჩერება. წყალი რო შეჩერდება, გულმა მეტი ძალა ჭირდება, რომ სიცხლის მოძრაობა გააკეთო. მესამე პრობლემა დაემატება სიცხლი, ანუ წნევა, გაცითლებული სახე. უკვე სამი პრობლემა გაქვს: დიაბეტი, სიმსუქნე და წნევაც მოგიმატა. წახვედი მარტო დიაბეტის საკურნალოდ, მოიტანე კიდე ცალკე ორი პრობლემა. სიცხლში ზედმეტი შაქარი ტრიალებს, იმ შემთხვევაში ჩვენი გვიძლი გადაამუშავებ მაგას ტრაიგლიცერიდებით, ქოლესტერინით, სისხლძარღვებში დაიმატება ცუდი ქოლესტერინი, მერე გულის დაავადების რისკი გაიზარდება. პრობლემა გახდა 4, ერთი კურნალობა, ერთი წამლიდან დაწყებული პრობლემა გახდა 4. უკვე ადამიანი პრობლემაშია. ცოტა ხნის მერე თირკმელების პრობლემა დაიწყება. ერთი კურნალობაში წასulis ერთი წამალმა მთელი ორგანიზმი დაინგრა და მერე ეუბნებიან შაქარი კლავს. სინამდვილეში თქვენ იცი რას კლავს ადამიანს? დიაბეტი არა, იმიტომ დიაბეტი არის სიმპტომი, თავშივე კურნალობა და სიტუაციის დაბრუნება შესაძლებელია. მერე იმდენი პრობლემებში რო ხართ, ხან ერთი საავადმყოფოში მიდიხარ, ხან მეორე საავადმყოფოში, ხან მესამე საავადმყოფოში,
ხან გულის ექიმთან, ხან ანუ გახდი იმ ინდუსტრიისთვის წველი ძროხა, რომელიც წველიან. ეკონომიკა მე 12 კლასამდე ვსწავლობდი, ეკონომიკაში არის ერთი ნათქვამი, როცა ნაკლებად ინვესტიციის მერე მთელი ცხოვრება შემოსავალი მოდის, იმას ეძახიან რო წველიც რა მთელი ცხოვრება ეგეთი ძროხა გახდები, რომ ხან იქით ფული უნდა დახარჯო, ხან იქით ფული უნდა დახარჯო. მეორე კურნალობის მეთოდი. პრობლემის ძირამდე უნდა წახვიდეთ. სიცხლში ზედმეტი შაქარი საიდან მოვიდა? ჩვენი კვებიდან. კვებაში რა ნახშირწყლები მეტი ჭამის შემთხვევაში ავიდა სიცხლში მეტი შაქარი. მოდი კვების გასწორებით არ ავჭამოთ ნახშირწყლები ნულამდე კი არა. უნდა ჭამო რაღაცა რაოდენობა. ან არსებობს ეგეთი ნახშირწყლები, რომელიც ჭამის მერე შაქარი ზევით არ წავა. მოდი ესე გავაკეთო და ვიკურნალოთ დიაბეტი. მაშინ ერთი კითხვა იქნება, აბა რომელიც უკვე არსებობს შაქარი, ის საწავა იმ შაქარს ნელ-ნელა ჩვენი ორგანიზმი ენერგიით დაახარჯავს. ყოველდღე ჭირდება ენერგია, ნახშირწყლები გაძლევს ენერგია და მერე ჩვენი ორგანიზმი იმას დახარჯავს. და ნაკლებად ნახშირწყლები ჭამის მერე სიცხლში იქნება დაბალი გლუკოზა, დაბალი შაქარი, მერე ნაკლებად ინსულინი დაჭირდება. ნაკლებად ინსულინი რო დაჭირდება, ის რო კედელი გახსოვს აშენებული სხელი. იქ ინსულინი ძალით რომ მიდიოდა, ინსულინი არც დაჭირდება იქ. ნაკლებად ინსულინი დაჭირდება და ის რეზისტენტობა რო იყო. თავარი პრობლემა პირველი, რადგან მოხვედი აქამდე დიაბეტი რო გახდი. ინსულინის რეზისტენტობის დალაგება დაიწყება. ინსულინის რეზისტენტების დალაგება რო დაიწყება, დიაბეტის დალაგება დაიწყება. დიაბეტის და ინსულინის რეზისტენტობის დალაგება რო დაიწყება, წნევის დალაგება დაიწყება, რომელი აქედან მოვიდა წნევა. თირკმელების პრობლემაც დალაგება დაიწყება და ზედმეტი კოლესტერინის, ცუდი კოლესტერინის დალაგებაც დაიწყება. პირველი კურნალობაში პრობლემები იმატებოდა, მეორე მეთოდში პრობლემები ჩანს რომ შემჩირდება. მაგრამ მეორე მეთოდში ორი საჭირო რამე ჭირდება, თუ არა გაქვს ვერ იკურნალებ. პირველი დისციპლინა, მეორე ცოდნა. მე ეს ცოდნა გაძლევს ამ ვიდეოების შესახებით, ამით გაიგებ თქვენ ეს რა არის, როგორ უნდა იკურნალოთ კვებით და დისციპლინა მე არ შემიძლია თქვენამდე რომ მოგაწოდო. დისციპლინა თქვენი გასწავლი მე და ცოდნაში რა შედის მეგობრებო? საჭმელები, რომელიც დიაბეტის დროს არ შეიძლება, რომელიც თქვენთვის არის მავნე, ეს მე გეტყვი და მავნე საჭმელი რო თქვენ წინ დევს და იმას თუ არ შეჭამთ, ესე იგი დისციპლინა გაქვს, იმას თუ მაინც შეჭამთ, ესე იგი დისციპლინა არ აქვს. მეგობრებო, ნებისმიერი დაავადება თქვენ რო ტრიალებს მერე იქ სამანტყოფოებში, ეს ერთი ადამიანი არ ტრიალებს. თქვენს უკან შობლები, შვილები, მარტო ფულის ხარჯვა ერთი ამბავია. იქ ემოციები, სტრესი, სხვა პრობლემები. ჯანმრთელი ადამიანი ყოველთვის თავისი ოჯახი და თავის ქვეყნისთვის ესეც არის. ანუ შეიძლება ოჯახს და ქვეყნის დახმარება. დაავადებული ავადმყოფი ადამიანი ვერს ოჯახს ვერ დაიხმარება, ვერს ქვეყანას. და ამ ორი ვიდეოს მერე მე ვიცი თქვენ ნელა-ნელა ეგეც ფიქრობთ, რომ მართლა დამარცხება შეიძლება დიაბეტის. თუ ესე ფიქრობთ,
ყველას გაუგზავნე ეს ვიდეოები, იმიტომ ძალიან საინტერესო სერია გვაქვს ამ ვიდეოების, სადაც ჩვენ ნულიდან ბოლომდე ვიკურნალებთ მარტო ქვებით. ხვალ გეტყვი მეგობრებო, რომელი საჭმელი უნდა ჭამო, რომელი საჭმელში შედის ზედმეტი ნახშირის წყლები, რომელიც დიაბეტიანი, ანუ თქვენთვის არ ვარგა, რომელი საჭმელი თქვენ კვებაში უნდა მოიტანოთ, რომ ეს გზავრობა, ანუ დამარცხვა, შაქარის დიაბეტის დამარცხვა, რომ დავიწყოთ. იმედია მოგწონს ეს სერია, გააზიარეთ ყველა მეგობრებში, გამოიწერე არხი, სულ ჯამთელი და ბედნიერი. შევხვდები ხვალ 9 საათზე.